მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მე ვარ თამუნა ხიზანიშვილი და ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ერთად მოვემზადოთ მასწავლებელთა პროფესიული გამოცდისთვის. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ეროვნული სასწავლო გეგმა. ეროვნული სასწავლო გეგმა ეს არის სავალდებულო დოკუმენტი სკოლებისთვის, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი თაობების აღზრდას უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფოს ზოგადი განათლების სისტემამ. ეროვნული სასწავლო გეგმა შედგება 3 კარისგან. მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი. პირველი კარი ეს არის იოლად რომ ვთქვათ, სკოლის შიდა სამზარეულო, რომელიც ითვალისწინებს სკოლის მისიასა და მიზნებს, განათლების ენებს, საგანმანათლებლო პრინციპებს, მეთოდიკურ ორიენტირებას, სასწავლო წლის კალენდარს, მოსწავლეთა რაოდენობას, როგორც კლასში, ასევე სკოლის მთლიან რაოდენობას, სკოლის საერთო კულტურას, დამრიგებლის მოვალეობებს, საგნობრივი კათედრებს და მათ მოვალეობებს, საგანმანათლებლო რესურსებს, მოსწავლის შეფასებას, გამოცდის ტიპებს, მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს, მათ გაცდენებს, შინის სწავლების მეთოდებს, ინკლუზიურ განათლებას, სავალდებულო და არჩევით საგნებს და მთლიანად საათობრივ ბადეს. მეორე კარი თვითონაც გაყოფილია 3 ნაწილად. პირველ ნაწილში ხდება 4 კომპონენტის გაერთიანება. ეს არის მიზნების, შედეგების, მეთოდური ორიენტირების და შეფასების. მთლიანად ეს არის საგნობრივი სასწავლო გეგმების ზოგადი დახასიათება. მეორე ნაწილი განსაზღვრავს სავალდებულო მოთხოვნებს, ანუ ეს არის საფეხურის ბოლოს მისაღწევი შედეგები და წარმოადგენს ორიენტირს, რომლისკენაც უნდა წარიმართოს მთელი საგანმანათლებლო პროცესი. ხოლო მესამე ნაწილი არის ის 3 საფეხური, რასაც ჩვენ სკოლაში გავდივართ. დაწყებითი საფეხური, რომელიც 2 სტანდარტს მოიცავს, ეს არის პირველი მე-4 კლასების და მე-5-მე-6 კლასების სტანდარტი. მერე არის საბაზო საფეხური, რომელიც მე-7-მე-9 კლასებს აერთიანებს და ბოლოს არის საშუალო საფეხური, ეს არის მე-10-მე-12 კლასების სტანდარტი. მესამე კარში წარმოდგენილია საგნობრივი სასწავლო გეგმების პროგრამები კლასების მიხედვით. საგნობრივი პროგრამა განსაზღვრავს, თუ რა უნდა იცოდეს და რა უნდა შეძლოს მოსწავლემ, ან როგორ უნდა იქნეს მიღწეული საგნობრივი სტანდარტის შედეგები. საგნობრივი პროგრამები უნდა მოიცავდეს აუცილებლად 1 ან 2 სასწავლო წერილს. აქვე ვიტყვი, რომ ზოგიერთი საგნის საგნობრივი სასწავლო გეგმა წარმოდგენილია მხოლოდ საგნობრივი სტანდარტის სახით და შესაძლებელია სკოლამ საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნილება მის მიერ შედგენილი საგნაობრივი პროგრამის მიხედვით განახორციელოს. ამისათვის აუცილებლად უნდა შეათანხმოს მან ეს სამინისტროში და თვითონ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეების შესაბამისი დამატებითი საგანმანათლებლო რესურსით, თუ რა თქმა უნდა ამისი საჭიროება არსებობს. ახლა კი განვიხილოთ შემდეგი თემა, რომელიც არის სწავლას-სწავლების მიზნები და საგანმანათლებლო პრინციპები. სასკოლე ზოგადი განათლების სისტემა, როგორც უკვე ვიცით, 3 საფეხურისგან შედგება. ეს არის დაწყებითები, რომელიც პირველ-მე-6 კლასებს მოიცავს, საბაზისო მე-8-მე-9 კლასები და საშუალო მე-10-მე-12 კლასები. მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანის მისია. დაწყებითი საფეხურის მისიაა მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა. საბაზისო უნარების ხელშეწყობა, როგორიც არის წიგნიერება, სასკოლო გარემოს და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობის მოყვარეობის გაზრდა, ცოდნის შეძენის უნარის გაზრდა. ერთი სიტყვით ეს არის მომზადება შემდეგი საბაზისო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისიაა
სწავლების საფუძველზე არსებული ცოდნის კონსტრუირება და ახალი ცოდნის ზედდაშენება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომის უნარიანობის განვითარება. ეს არის საფეხური, როდესაც უნდა შეიქმნას საფუძველი მომდევნო საფეხურზე, ან სწავლის გაგრძელებისთვის, ან შრომითი საქმიანობის დაწყებისთვის. საშუალო განათლების მისიაა საგანთა გაღრმავებული სწავლება, სისტემური ცოდნის კონსტრუირება, მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული ადამიანის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურაზე და მის მისიაზე. თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩემი არხი, გააკეთეთ კომენტარები, რა გაინტერესებთ და ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. გაგრძელება ამ ვიდეოს ნამდვილად ექნება. მადლობა ყურადღებისთვის.